ჩანვართ ეთერში, მაგრამ ნუ ხა არ შეიძლება რომ არ თქვა ის პრეტენზიები, რომლებიც მაქვს ტელევიზიასთან, ესაც იყო ესე ვთქვათ ეს საყოველთაო პროგრამა, რომ ყველა პარტია უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი იშლივად და მე უბრალოდ მართლა მეშინია ხანდახან როდი ბოდიში, მაგრამ უმძიმეს მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს მთელი რაიონი და მთელობებზე რაც ეხლა ვაკეში მიმდინარეობს. ეს იყო გათვლილი სამსართულიან არა მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, იმიტომ რომ არ არის ხა დასამალი ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თვალსაზრისით და ნამდვილად შემიძლია გითხრათ რომ მთელ საქართველოში ყველგან შევეცადეთ არ დაგიმალავთ ყველგან ვერ შევძელით მათ შორის რამდენიმე ასევე გვაქვს ესეთი პრინციპი რომ არასოდეს ვაკის მოსახლეობას შევხვდით დღეს წარდგენა აღარ ჭირდებოდა დეპუტატებს დეპუტატობის კანდიდატებს იმიტომ რომ უკვე კარგი ხანია მუშაობენ მაგრამ მე მინდოდა რომ დღეს მაინც ყველანი შეხვედროდნენ ვაკის მოსახლეობის ნაწილს ვისაუბრეთ რა თქმა უნდა ზოგადად ქვეყნის პრობლემებზეც იმიტომ რომ ვაკეშიც და ყველგან ქალაქშიც და რაიონებშიც სადაც მე ადამიანებს ხვდები ადამიანები ძალიან კარგად ხვდებიან რომ მარტო ვაკის, მარტო საბურთალოს, მარტო ბათუმის, მარტო დაუშვათ წალკის პრობლემა ვერ მოგვარდება თუ ქვეყანა სწორ გზაზე არ წავიდა. რა თქმა უნდა, ვლაპარაკობთ ყველაფერზე იმაზე, რაზეც სხვაგან, თუმცა ვაკეს აწუხებს რა თქმა უნდა ეს მშენებლობები, რომელიც აბსოლუტურად გაუთვლელია, ანუ ურბანული გეგმა პრაქტიკულად ქალაქის არ არსებობს და რეალურად ძველ ინფრასტრუქტურაზე შენდება ახალი უზარმაზარი სახლები, რომელმაც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს მართლა კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოაჩინოს ქალაქი. არის რეალურად პატრონობა, იმიტომ რომ თუნდაც იგივე მეორად გზებზე ადამიანებს აწუხებს ტრანსპორტის პრობლემა, აწუხებს ის რომ არ გვარდება სწორად კომუნიკაციების პრობლემა და შესაბამისად ესაცობებიც აქედან არის განპირობებული ის რომ გამწვანების პრობლემა არის ქალაქში, ესე ძალიან აწუხებს, მაგრამ ძირითადად რა თქმა უნდა მათ აინტერესებთ ის ეკონომიკური მიმართულებები ჩვენი პროგრამის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადამიანების სოციალური პრობლემების მოგვარება, უნდა უზრუნველყოს ელემენტარულად უმუშევრობის დაძლევა და უნდა უზრუნველყოს ის, რომ ახალგაზრდებს სწავლის საშუალება ჰქონდეთ და უსაქმოდ არ იდგნენ ქუჩაში.